მოგესალმებით. ეს არის გადაცემა ჩემოდანი. მე დღეს ჩემოდნით არ ვარ, თამარი მოგესალმებით გერმანიიდან. სხვა პოდკასტებში, სხვა ეპიზოდებში შემოდნით იყავი. კი, სხვა ეპიზოდებში სულ ჩემოდანი მეჭირა ხელში. მოგესალმებით, მე ვარ თეაკო კანადიდან. სად ჩემი ჩემოდანი აგერდებს. გვერდით. სხვათა შორის, ჩემი ჩემოდანიც აი აგერდებს გვერდით. მაგრამ ანუ მზად ხარ, სამოგზაუროდ მზად ხარ. სამოგზაუროდ ყოველთვის მზად ვარ, თავარია დრო და თავისუფლება და ფული გამოჩნდეს, რომ გავიდე სახლიდან, თორე სამოგზაუროდ ყოველთვის მზად ვარ. მზადყოფნაში მთავარი მაგია მგონი. კი, ყოველთვის გამზადებული მაქვს, ეს ჩემოდანი ყოველთვის აკდებს, სხვათა შორის ყოველთვის აქ მიდევს ეს ჩემოდანი. ჩაალაგებ, ამოალაგებ. ჩაწერის დროს ყოველთვის ეს შეკეთა მხარეს მაინც არ ვიხედები, ყოველთვის აქეთა მხარეს ვიხედები, იმიტომ რომ ლეპტოპი მაქვს და ვაკვირდები ხმას ვიწერ თუ არა. ხო, მეც ძალიან ხშირად ვუყურებ მაგას. რომ არ გამომრჩეს. თეაკო, შენთან რომ ვიყავი და სიროპს რა ქვია, არის სიროპია? ნეკერჩხლის სიროპი რომ ვიყიდე და მე შენ რომ მაჩუქე კიდე პატარა სიროპი. ეგენი ყველა დამეცალა. დროა ჩემოდანი ჩაალაგო და წამოვიდე. დროა ჩემოდანი ჩავალაგო და წამოვიდე. სხვათა შორის შენ რომ მაჩუქე, ეგეც ძალიან მომეწონა და მე ამ ბოთლს ვიყენებდი, ჩემში რაც იყო დარჩენილი იმას ამ პატარა ბოთლში გადავასხამდი და ისე ვიყენებდი იმ პატარა ბოთლს. შეგიძლია უკვე წამოხვიდე, ეს უკვე ნიშანია. ეს უკვე ნიშანია, კი, დიდი სიამოვნებით წამოვალ, რომ არ ვიყო დაკავებული და საქმეები არ მქონდეს. ისე თეაკო, მანიფესტირება ხომ არ გინდა? მე მინდა. შენ შეგიძლია გააკეთო. იმიტომ რომ გაჟღერდება, მე უკვე ისე აღარ არის უკან დასახევი გზა, სამსახური მინდა, რომელიც საშუალებას მომცემს, რომ განწყობა რომ მექნება ბარგი ჩავალაგო და წამოვიდე, ან თუნდაც ნეკერჩხლის სიროპი რომ გამითავდა, ჩავალაგო ბარგი და წამოვიდე, ისე რომ მაქედანაც შევძლო მუშაობა. იქნება აუცილებლად. ადასტურე. ხედავ რამეს? მოდის. ხედვაზე გამახსენდა ისე ჩვენი მსმენელებიდან თუ ვინმე მიცის კარგი წინასწარმეტყველი, დაგვიწერეთ კომენტარებში, მაინტერესებს. მე წინასწარმეტყველების ვტესტავ წინასწარმეტყველებს. ნათელმხილველებს. ანუ შენი მათთან მისვლის მიზეზი მათი დატესტვა და არა შენი ინტერესი? არა, ჩემი ინტერესის რა თქმა უნდა, მაგრამ თან ვაკვირდები, რამდენად გამართლდება და რამდენად ასრულდება ის, რასაც მე მეტყვიან. აზარტია ხოლმე. ხო, კი, სხვათა შორის ცოტა აზარტიც არის. თუმცა ისეთი აზარტი არა, რომ ვერ გამოვიდე. ანუ, თვად ისეთი აზარტიც არა. იმიტომ რომ მგონი ჯერჯერობით კონტროლი შემიძლია. თეაკო, როგორ ხარ? კარგად. ცოტა დაკავებული კვირა მაქვს. საკმაოდ ისეთი აქტიური. მაგრამ არის რა. ვერ გებით ერთმანეთს მე და კვირა. კვირა და მე. კვირა და შენ. შენ და თამრი და შენ. შენ და პოდკასტი და შენ. სიმართლე გითხრა, დღეს
კიდეც გითხარი, რომ განწყობა არ მაქვს, რატომღაც კრეატიული სხვა რაღაცებში ვარ უფრო კრეატიული და თითქოს ამ კრეატიულობის გამოყენება მინდა იმ რაღაცეებში, რისთვისაც აქამდე ნაკლებად კრეატიულობა მქონდა. თუნდაც ეს წიგნები, რაც დასამუშავებელი მაქვს, დღეს მთელი დღე ამ წიგნებთან ერთად ვმუშაობ და ამ ხრივ ვარ დაკავებული და კრეატიულობა და ყველაფერი ამ ფაზაში მაქვს ჩადებული და თან რაღაცნაირად შინაგანადაც ბევრი რაღაცა ხდება ჩემში, რაღაც გადაფასებები, რაღაც გაფილტრვები და შესაბამისად ცოტა დისტანციური ვარ ზოგადად კონტაქტების მიმართ. ანუ დისტანციური კი არა და ხო რა დისტანციური, იმიტომ რომ რაღაც თითქოს აი ჩემს ირგვლივ შემოვისაზღვრე რაღაც დამცავი და ამ დამცავში ვარ ცოტა ხნით, იმიტომ რომ მჭირდება იმისათვის, რომ ამ კრეატიულ პერიოდს რაღაცნაირად მაქსიმუმი გამოვიყენო ამ პერიოდიდან ჩემთვის და ნაკლებად ვარ განწყობილი პოდკასტის ჩასაწერად, მაგრამ მაინც აქ ვარ. ამით იმის თქვა მინდა, რომ განწყობა არის თუ არ არის, მაინც აქ ვარ და მაინც ვაგრძელებ და მაინც ვაკეთებ, იმიტომ რომ გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ და უკან დასახევი გზა აღარ არსებობს. და შენ ჩვენ გვჭირდები მაქსიმალურად აქ, ახლა წამოიღე ცოტა შენი კრეატივები. ხო, ჩემი კრეატივები არ ვიცი. მაშინ მეძწირება უნდა გავიაროთ. თვალებს როგორც კი დავხუჭავთ, ეაკო ჩემს წინ შუქი რომ მაქვს, ამას ვხედავ. მეც ტელეფონი რაზეც მაქვს. ესე იგი, მე მგონი საინტერესო იქნება ისიც მსმენელს ვაჩვენოთ, რანაირად გამოიყურება ჩვენი სივრცე გადაღების დროს. შეიძლება სტორიებში გავაზიაროთ. თეაკო, ახალი ამბები ხომ არ გაქვს რამე, სანამ წერილზე გადავალთ, მსმენელის წერილი გვაქვს წინა კვირას ხო ვაპირებდით და წინა კვირას ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რაღაც განვიხილეთ, თუმცა ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ მნიშვნელოვან საკითხებს შევეხეთ და სანამ გადავალთ მაგაზე, სიახლეები ხომ არ არის შენთან? სიახლეები ჯერჯერობით მოლოდინის რეჟიმში ვარ, იმიტომ რომ ახალი ამბავი არის, რომ შენთვისაც არ მithქვამს, რომ ვიზაზე გავაკეთე განაცხადი. ამით ვიყავი დაკავებული მთელი კვირის განმავლობაში, ძალიან ბევრი დეტალი, იმეილი იქეთ, იმეილი აქეთ, ზარი იქეთ, აქეთ, ასე შემდეგ. მაგრამ გავაკეთე განაცხადი და ძალიან მიხარია რაღაც ნაწილი ჩემი გონების, რაც იყო დაკავებული, გავათავისუფლე და ამიტომ ცოტა ისე ვარ რა, უკვე მოლოდინის რეჟიმში გადავედი, თითქოს უკვე სხვაზე გადავიდა ეს პროცესი, ანუ გადაწყვეტილების მიღება, რომ უკვე ჩემზე აღარ არის დამოკიდებული. რაღაცნაირად თან მოლოდინი მაქვს და თან ის, რომ მე შემიძლია უკვე ამ ხრივ დავისვენო. უკვე ეს ჩემზე აღარ არის დამოკიდებული. მაგრამ ვიცი, რომ აი ისე გამოვა, როგორც ჩაფიქრებული მაქვს და იმედია ისე იქნება. ამიტომ ველოდები, მოლოდინის რეჟიმში ვარ უკვე გადასული. გადავედი. ანუ ერთი ტვირთი მოიშორე, ერთი ქვა გადააგდე. თეაკო, რამდენად ხშირად აკეთებ ვიზაზე განაცხადს? ეს იყო, რაც აქ ჩამოვედი, მას მერე პირველად. ანუ 2 წლიანი ვიზა მქონდა და ახლა ვაკეთებ გახანგრძლივებას, იმიტომ რომ როცა დავამთავრებ უნივერსიტეტს, უკვე აი ამ 2 წლის შემდეგ პერიოდი იქნება, ანუ აქ რომ ვიყო ისევ და ყველანაირი მოთხოვნა დავაკმაყოფილო ჩემი პროგრამისთვის, ამისთვის მჭირდება, რომ უფრო დიდი ხანი ვიყო აქ. შესაბამისად, ამ ხრივ ცოტა უფრო მე მგონი მარტივია ეს პროცესი, იმიტომ რომ რეალურად ხედავენ, რომ არის კიდევ ქვეყანაში დარჩენის საჭიროება ჩემთვის, რომ ეს პროგრამა დავამთავრო და ამიტომ ვფიქრობ, რომ ხო, ცოტა ისე უდგებიან, ანუ რაღაც გამონაკლისი
კრიტერიუმი აქვთ, რომლის ფარგლებშიც გავაკეთე მე განაცხადი. მაგრამ საკმაოდ შეზღუდული რაოდენობით გასცემენ უკვე სასწავლო ვიზას, ძალიან გამკაცრდა და შეიცვალა ყველაფერი. აი, ისე სწრაფად იცვლება ყველაფერი. მე რაც აქ ჩამოვედი, მას მერე კიდე ბევრი რაღაც შეიცვალა. ამიტომ ვისაც აქვს სურვილი რომ შეეჭიდოს კანადაში წამოსვლის და სწავლის ან თუნდაც მუშაობის ძალიან ხანგრძლივ სამზადის, ვურჩევდი რომ გადახედონ ყველა იმ ცვლილებას, რაც თითქმის ყოველთვის განმავლობაში მიმდინარეობს. და ხო, ნუ ეს პროცესი ცოტა ისეთია, ბიუროკრატიული პროცესები, ახლა კი იცი, რომ მოსაბეზრებელი ერთფეროვანი, ცოტა დამღლელი, ცოტა სტრესული, ანუ ყველაფერი ერთად თან ის მომენტი, რომ გინდა რომ ყველაფერი იყოს იდეალურად, რომ შენი მხრიდან შეცდომა არ დაუშვა, რომ ყველა საბუთი კონდეს მოწესრიგებული, ამიტომ ამას ცოტა სტრესი ახლავს თან. მაგრამ რაც მთავარია, ანუ ეს პროცესი შედგა უკვე და ვნახოთ ახლა რა იქნება. გისურვებ წარმატებებს და მედია მალე მიიღებ პასუხს. და არ მადლობა. დაგავიწყდეს პასუხს რომ მიიღებ უნდა დამირეკო. ჟამოებით. 2 წლის წინ პასუხი რომ მიიღე, მახსოვს დამირეკე. მეც მახსოვს, ძალიან კაი განცდა იყო და იმედი მაქვს, რომ ჩემი მოლოდინები გამართლდება. მე ამაზე გავაკეთებ მანიფესტირებას, რომ ვიზა მაქვს. შენ ვიზა გაქვს? მე სამსახური მაქვს, რომელიც ხელს მიწყობს, რომ ყველგან სადაც არ უნდა ვიყო, ყველა ადგილიდან შევძლო მუშაობა. და ნახოთ 54 ეპიზოდში, ვაიმე, იქამდე ვერ უნდა აგვისრულდეს, რატომ 54? კაი, 54 ეპიზოდში ვისაუბრებთ იმაზე, თუ რამდენად ეს იქნება მე-12 ეპიზოდი და ვაიმე 54 ეპიზოდი, ანუ 1 წელში. ჰო! არ გვაწყობს. 54 აი, ეპიზოდში. თუკი 54 დატოვე, რადგან ისეთი ციფრია უცებ წამოვიდა და 54 დღე იყოს. უი, 54 დღეში სამსახური უნდა ვიპოვო, ჯერ ის არ დამისრულებია. კარგი, არ გამოვრიცხავ, მაგრამ რაღაც 54 კვირა ვიფიქრე, ანუ ეპიზოდი ვიფიქრე და 54 ეპიზოდში უკვე ამ ყველაფერს რომ გადმოვხედავთ, გაგვეღიმება, ვაიმე რა გქონდა სურვილებიო, რა სურვილები გქონდა, იმიტომ რომ ყველაფერი ეს და კიდე ბევრი რაღაც იქნება ასრულებული. კი ბატონო, თეაკო წავიკითხო ჩვენი ბეჭედი დაარტყი. всё, ბეჭედი დარტყმულია. წავიკითხო ჩვენი მსვენელის წერილი? წაიკითხე, მაინტერესებს. 2-დან 1 ავარჩიე და მიუხედავად იმისა, რომ არაფერი არ იცი ამ წერილის შესახებ და მეც საკმაოდ მძიმე წერილია ერთი სიტყვით. და მოემზადე. გამარჯობა გოგოებო. არც კი ვიცი რატომ წერ ამას. ჯერ არავისთვის მithქვამს. 4 წელია ერთ ადამიანთან ვარ. გვაქვს საერთო ბინა. ძაღლი, მომავლის გეგმები. გარედან სრულყოფილი ჩანს ყველაფერი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შეყვარებული მიყვარს. მაგრამ 1 წელია სხვის მიმართ გამიჩნდა გრძნობები. არაფერი მომხდარა მასთან, არც მიკოცნია, არც ახლოს ყოფილვარ. მხოლოდ აზრები მაქვს, მაგრამ აზრები, რომელიც არ წყდება. თეაკო. ვაუ, ცოტა შოკში ვარ. და ახლა ამას ხალხო ამაზე ვარ შოკში, თორე ნუ ახლა ესეთ რაღაცები ხდება. და ახლა მიჩნდება კითხვა. ღალატია თუ არა, როდესაც სხვაზე ფიქრობ. უკვე აღარ ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი გამიკეთებია. თუ გრძნობები უბრალოდ გრძნობებია და უკონტროლოა, რაზე უნდა ავიღო პასუხისმგებლობა.
მმ. და იმაზეც ვფიქრობ. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ჩემს ურთიერთობაში რაღაც არ არის რიგზე, თუ ეს საერთოდ არაფერს არ ნიშნავს. წინასწარ დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ. ვაუ, ძალიან სახელი არ წერია, რაღაცნაირი სახელი არ აქვს წერილია. დაწერილი. და ანუ არ ვიცი საერთოდ არ ვიცით ვინ არის ეს. ვაუ, ძალიან საინტერესო. პირველ რიგში მადლობა, რომ მსგავსი რაღაც გაგვიზიარე, იმიტომ რომ ძალიან პირადული, ძალიან ინტიმური და ძალიან ფაქიზი თემაა და ვაფასებ, რომ გაგვიზიარე. და ვაუ, ერთადერთი რაც შემიძლია, რაზეც მე ფიქრებოდა, როცა კითხულობდი, იყო ის, რომ რამდენად შეუძლია ამ ადამიანს თავის პარტნიორს ესაუბროს ამ ყველაფერზე. და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ამ შემთხვევაში მმ, ძალიან მნიშვნელოვანი. რამდენად აქვს მას სივრცე, მიმღებლობა, გახსნილობა მსგავსი თემების მიმართ ჩვენ არ ვიცით მისი ურთიერთობის გამოცდილება, დინამიკა რანაირია, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, თან მით უმეტეს არავისთვის არ უთქვამს, ანუ როგორც ჩანს, რთული ამისთვის ამ თემაზე საუბარი. და ანუ წარმომიდგენია, რომ რთული შეიძლება იყოს. მაგრამ მე მგონია, რომ პარტნიორთან გახსნილობა, ამ შემთხვევაში შეყვარებულთან, მით უმეტეს თუ კი ერთად ცხოვრობთ და ასე შემდეგ, მასთან ამ თემაზე საუბარი იქნება შვების მომტანი. შვების მომტანი რა მხრივ გულისხმობ, ანუ მინდა გავიგო სანამ ჩემს აზრს გამოვხატავ. შვების მომტანი ამ წერილის ავტორისთვის, წერილის ავტორისთვის კი. მაგრამ ურთიერთობისთვის? ურთიერთობისთვის ანუ ეს რაღაც არსებობს შესაბამისად ურთიერთობაზე ეს პირდაპირ თუ არა პირდაპირ გავლენას მოახდენს, იმიტომ რომ ამ ადამიანზე უკვე გავლენას ახდენს ეს. მე იმას არ გულისხმობ, რომ ეს პირდაპირ შეიძლება ღალატი იყოს, ან მის მიმართ კრიტიკას ვაჟღერებდე, ანუ ამას არ გულისხმობ. გულისხმობ იმას, რომ მას ჰქონდეს ისეთი სივრცე, სადაც შეიძლება რომ ამ თემაზე დაიცალოს და იქნებ საერთოდ არ არის ეს ისეთი მნიშვნელოვანი. ის იქნებ საერთოდ არ უჭირავს მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი და მისთვის მისი შეყვარებული უფრო მნიშვნელოვანია და თან ახსენა, რომ ვიცი, რომ მიყვარსო და შესაბამისად მე მგონია, რომ თუ ამას გააჟღერებს და ეს გამოვა ვერბალურად მისი სისტემიდან და თან მისთვის ყველაზე ახლობელ ადამიანთან ამას გააჟღერებს და თუ რა თქმა უნდა არის ამის საშუალება მისთვის, მე ვფიქრობ, რომ ეს ცოტა გაათავისუფლებს ამ შინაგანი კონფლიქტებისგან და რაღაცნაირად მისცემს იმის სივრცეს, რომ გარედან შეხედოს ამ სიტუაციას, ამას გულისხმობ შვებაში. კი, გეთანხმები თან რა არის, იცი? როგორც ჩანს ძალიან დიდ ტვირთს ატარებს, იმიტომ რომ არ ვიცით, ჯერ არ ვიცით ვინ არის, არ ვიცით, წარმოვიდგენ რომ ალბათ მდედრობითი სქესია, იმიტომ რომ რატომღაც მგონია რომ მდედრობითი სქესია. და კარგი იყოს სულ ერთია ვინ არის, მაგრამ ვფიქრობ რომ განსხვავებაა მაინც ქალი როგორ უდგება ამ თემას და კაცი როგორ მიუდგება ამ თემას. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ანუ ყველაზე პირველ რიგში რაზეც გავამახვილე შინაგანად ყურადღება ის იყო, რომ ძალიან დიდ ტვირთს ატარებს და შეიძლება ამით კიდე ცდილობს იმას, რომ ურთიერთობა როგორმე არ გაფუჭდეს და ალბათ პარტნიორისგანაც კი არ მიიღოს საყვედური ან რაღაც მსგავსი, რომ იცი რა, მე შენთვის ყველაფერს ვაკეთებ და შენ სხვაზე ფიქრობ, ვაიმე რანაირად მაკადრე ეს. რაღაც მსგავსი არ მოხდეს და მსგავსი რეაქცია რომ არ მიიღოს. თუმცა ეს არის ჰიპოთეზა. არ ვამბობ, რომ ეს აუცილებლად შეიძლება ასე იყოს, მაგრამ რატომღაც შეგრძნება გამიჩნდა, რომ თითქოს ამ წინადადებებს შორის სადღაც ეს რაღაც შეგრძნებაც დამალული იყო. მაგრამ არ ვამბობ, რომ ეს 100%-ით ასეა.
და პირველ რიგში რასაც დავაკვირდებოდი კი არა და საკუთარ თავს ვკითხავდი, რა მჭირდება ურთიერთობაში, რაც არ მაქვს. რა მჭირდება, რასაც ვერ ვიღებ ამ ურთიერთობაში და რაც ვფიქრობ, რომ არის ერთი შანსი ის, რომ შეიძლება რომ მივიღო, ანუ გამოვიმუშავო ჩემს პარტნიორთან ერთად, ან უკვე დარწმუნებული ვარ და ვიცი, რომ ამ რაღაცას რაც მჭირდება, ვერ მივიღებ. და ამიტომ უკვე შინაგანად შეიძლება შენი ყურადღება ამიტომ გადავიდა სხვაზე. რა ვიცი, ძალიან ბევრი ჰიპოთეზა შეიძლება ააგო ამ რაღაცაზე, რატომ ხდება ეს. იმიტომ რომ ბოლო კითხვაში გვეკითხება, იმასაც ვფიქრობ, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ჩემს ურთიერთობაში რაღაც არ არის რიგზე. თუ ეს საერთოდ არაფერს არ ნიშნავს. ამიტომ დავფიქრდი, შეიძლება მართლა რაღაც გაკლია ურთიერთობაში, ან პირიქით ზედმეტად ბევრი რაღაც გაქვს, ანუ ზედმეტად სიახლოვეს გრძნობ და შენ კონკრეტულად ურთიერთობებში, მსგავს ახლო ურთიერთობებში უფრო მეტი თავისუფლება გჭირდება შესაბამისად, იმის გამო რომ კონტროლის შეგრძნება გქონდეს, უფრო მეტად კონტროლის შეგრძნება მიიღო, ამის გამო სხვაზე გადაგაქვს ყურადღება, იმიტომ რომ შენ შეგიძლია გააკონტროლო ეს ვის მიმართ გექნება გრძნობა, სხვის მიმართ თუ ისევ შენი პარტნიორის მიმართ. ანუ ცოტა შეიძლება დამაბნეველია, მაგრამ ამ ჰიპოთეზასაც არ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ ბმის თეორია რომ გამოვიკვლიე და კარგად შევისწავლე, მაგის მერე მივხვდი, რომ ხშირად ადამიანები ურთიერთობას იმიტომ არ ტოვებენ, რომ ეს ურთიერთობა მათთვის მნიშვნელოვანი არ არის არამედ, იმიტომ რომ იმდენად იხუთებიან ურთიერთობაში და გაუცნობიერებლად იმდენად დიდ ინტენსიურად გრძნობენ ამ სიახლოვეს, პარტნიორის სიახლოვეს, რომ საკუთარი იდენტობის დაკარგვის შეგრძნება უჩნდებათ. ისევე როგორც პატარაობაში, როგორც მშობელი ავტორიტეტულ აღზრდის მეთოდებს იყენებდა და ამის გამო თავისი იდენტობა არ იყო იმდენად, არ ქონდა იმდენად დიდი სივრცე. და შესაბამისად ამის გამო თავიანთი იდენტობა რომ დაიცვან, მიდიან სხვასთან. ანუ ან ყურადღებით, ან შინაგანად ემოციურად, ან დგამენ ამ ნაბიჯს და გადადიან უკვე სხვა ურთიერთობაში. და ეს იმას არ ნიშნავს, რომ წინა ურთიერთობა და ის ურთიერთობა, რომელშიც არიან, არ არის მათთვის მნიშვნელოვანი. რამდენი ვილაპარაკე? ამიტომ მე პირველ რიგში დავაკვირდებოდი იმას თუ რა გაკლია ურთიერთობაში, ან პირიქით თავისუფლება ხომ არ გაკლია. შეიძლება თავისუფლება გაკლია, იმიტომ რომ უფრო მეტი ინტენსიური და ბევრი სიახლოვე გაქვს. ბევრი კავშირია, რაც შეიძლება შენ არ გჭირდებოდეს. ანუ მეტი თავისუფლება გაკლია. და მეტი თავისუფლება გჭირდება. ან პირიქით შეიძლება მეტი ყურადღება გჭირდება. ყველა ვარიანტში რაღაც გაკლია. და ამიტომ უკვე სხვის მიმართ გადადის ყურადღება. თითქოს ის ვიღაც უკეთესი შეიძლება იყოს, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ასეთ სიტუაციაში მესამე ადამიანი, რომელიც ურთიერთობაში შემოდის, ის შეიძლება უკეთესი იყოს, იმიტომ რომ ამ ადამიანთანაც შეიძლება ერთ დღეს ზუსტად ამ წერტილში აღმოჩნდე და იგივენაირად თუ არა მსგავს სიტუაციაში ვეღარ მიხვდე რა არის შენთვის სწორი და რა არის არასწორი, როდესაც შენ თვითონ არ იცი რა გჭირდება ურთიერთობაში. შენ რას ფიქრობ? საინტერესოა, ძალიან კომპლექსურია სხვათა შორის და ბევრი რაღაცისკენ მიდის და ბევრ რამეზე მეფიქრება. ხო, პირველ რიგში რაზეც მეფიქრება არის კონტაქტი და კომუნიკაცია. ანუ შეიძლება
ერთის მხრივ ისიც იყოს მიზეზი, რომ ძალიან, ანუ უფრო ინტენსიურად აკვირდება ეს ადამიანი საკუთარ თავს. ანუ მთელი ფოკუსი არის იმაზე, რომ აი ეს რაღაც დამებადა და მთელი ენერგია მიდის იქეთ, რომ აი სწორია თუ არასწორი მე რომ მეფიქრება ვიღაცაზე და მთელი ყურადღება, მთელი თავისი ენერგია ამაზე არის გადართული და რაღაც მხრივ ალბათ დანაშაულის შეგრძნებასაც იწვევს მასში და ეს ამძიმებს კიდევ უფრო მის ამ განცდებს და რა ვიცი, ძალიან ალბათ ამუქებს, ცოტა ართულებს, ცოტა სირცხვილი შეგრძნებაც შეიძლება იყოს, ანუ ბევრი რაღაც შეიძლება იყოს, მაგრამ ხო, ნუ შენ როგორც თქვი, ჩვენ არ ვიცნობთ ამ ადამიანს და ცოტა რთულია პიროვნულად რომ არ იცნობ ადამიანს რაღაცა დასკვნა გააკეთო და მანამდე კონტექსტი რომ არ გაქვს, მაგრამ მგონია რომ ეს რაღაცები ერთმანეთში არეულია და მთელი ყურადღება, მთელი ფოკუსი არის გადართული მასზე, მის მდგომარეობაზე და ამიტომ მგონია რომ ვიღაცასთან ამაზე საუბარი მისცემს მას საშუალებას, რომ ცოტა რეფლექტირების პროცესში გადავიდეს და ადგილი გაათავისუფლოს გონებაში, ან თუნდაც რაღაც ისე მიუდგეს, რომ გამოათავისუფლოს მისი ჩვენ არ ვიცით ისიც რამდენად ხშირად ეფიქრება მას ამაზე და რამდენად დიდ გავლენას ახდენს ეს მის ყოველდღიურობაზე. მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ კი მთლიანად კონცენტრირებული იქნება ამ პროცესზე, რაღაც მხრივ ეს ურთიერთობაზეც მოახდენს გავლენას. და ამიტომ მგონია, რომ კომუნიკაცია რაც არ უნდა რთულად მისაღები, რთულად გამოსათქმელი იყოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მე ვფიქრობ, პარტნიორთან კომუნიკაცია. და თუნდაც ის, რომ რა მოგწონს ურთიერთობაში, რა გჭირდება, რა გეძლევათ, რა გინდა უფრო მეტად, უფრო ნაკლებად, ესეც ამისთვის უნდა არსებობდეს საუბრის სივრცე და ალბათ არსებობს კიდევაც მის ურთიერთობაში და აქედან გამომდინარეა ისიც, რომ უფრო მეტად დამაბნეველია და უფრო მეტად რაღაც დანაშაულის შეგრძნებასაც იწვევს ეს. და ისიც არ ვიცით, მისი პარტნიორი როგორი ტიპაჟია, რანაირია, რანაირად უდგება მას, ან ბევრი ახდენს გავლენას. ხო, რა ვიცი, ბევრ რამეზე მოფიქრება. კი, მართალი ხარ, გეთანხმებით იაკო იმაში, რომ ბევრი რაღაც ახდენს ზეგავლენას იმაზე თუ როგორ გამკლავდება თვითონ ამ კონკრეტულ თემას. და მე კიდე იმაზეც ვფიქრობ, რომ ზოგადად ურთიერთობებში, როდესაც ურთიერთობა გაქვს ერთ ადამიანთან, ამ შემთხვევაში შენი შეყვარებული აქ მარია თუ ვინც არის, როდესაც მთელი შენი კონცენტრაცია, მთელი შენი ენერგია ამ ერთ ურთიერთობაში დევს და ელოდები, მოლოდინი გაქვს, რომ ამ ერთი ადამიანისგან მიიღებ იმ ყველაფერს, სხვათა შორის ჩვენ ვსაუბრობდით ამაზე რამდენიმე დღის წინ. შენ და მე თეაკო. როდესაც ამ ერთი ადამიანისგან ელოდები, რომ მიიღებ ყველაფერს, დაგაკმაყოფილებს ყველა სივრცეში, ყველა ჭრილში, ყველა კუთხეში, ამ შემთხვევაში შეიძლება იმედი გაგიცრუდეს, გაცნობიერებულად იგრძნო, გაიგო ეს ყველაფერი. ანუ ვერ გაიგო, იმიტომ რომ გაუცნობიერებლად მიმდინარეობდეს, იმედი გაგიცრუდეს, რომ რომელიღაც ჭრილში, რომელიღაც კუთხეში ვერ დააკმაყოფილა ის სურვილი, ანუ ვერ მოგცა ის, რაც შენ გჭირდებოდა და შესაბამისად უკვე გადავიდა შენი მთელი კონცენტრაცია სხვა მესამე ადამიანთან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც რომანტიული შეიძლება იყოს ამ მესამე ადამიანის მიმართ ინტერესი. თუ არ ვიცი, შეიძლება ამ მესამე ადამიანს რაღაცა აქვს ისეთი, რაც შენ გჭირდება, ისე პირადად შენ გჭირდება. ანუ შეიძლება ქარიზმატულია, შეიძლება ენერგიულია, შეიძლება პირიქით როგორ შეიძლება ვთქვა ეს
საკუთარ თავში ჩაკეტილი არა, ანუ საკუთარ თავზე კონცენტრირებული ის, რომ საკუთარი თავის მიმართ ყურადღებას იჩენს, საკუთარ თავს პატივს ცემს, საზღვრების გავლება შეუძლია და ასე შემდეგ. ბევრი რაღაც შეიძლება. მე ვფიქრობ, რომ ამასაც რომ დააკვირდე ჩვენო ძვირფასო მსმენელო, ესეც ძალიან დიდ საშუალებას მოგცემს, რომ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა ისევ საკუთარი თავისკენ. ანუ რა აქვს ამ ადამიანს ისეთი, რაც შეიძლება ძალიან მოგწონს და ან ისევ შენი პარტნიორისგან ელოდები, რომ მიიღო ეს რაღაც, ან საკუთარი თავისგან და არ იცი როგორ გამოიმუშაო ეს რაღაც კონკრეტული უნარი თუ თვისება. და მგონია, რომ სწორედ ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი შეღავათი ანუ საკუთარი თავის მიმართ და რატომღაც ვფიქრობ, რომ მსგავსი რაღაცეები ხდება ხოლმე ურთიერთობაში, განსაკუთრებით ასეთ შემთხვევაში, როცა მთელი ყურადღება ერთ ადამიანზეა გადატანილი, შეიძლება მეგობრებთან ანუ უფრო მეტი სივრცე შექმნა პარტნიორთან და მეგობრებთან, ნაცნობებთან, ოჯახის წევრებთან უფრო გადაანაწილო ეს ყურადღება და მათგან მიიღო ის რაღაცეები, რასაც ამ ურთიერთობისგან ვერ იღებ, ან ამ ურთიერთობაში ვერ იღებ. კი. ძალიან საინტერესოა. ხო და ანუ ეს ფაქტი, რომ ჩვენ გამოგვიგზავნა წერილი, ესეც იმას ნიშნავს, რომ ანუ რაღაც მხრივ დახმარების მიღების სურვილი შეიძლება კონდეს, ან ის რომ აი ანონიმურად მაინც გააჟღეროს ეს ამბავი და მე ამას ვაფასებ, ანუ ამ მოწყვლადობას ან ვაფასებ და ფიქრობ და მნიშვნელოვანია ის, რომ საკუთარ თავში მისგან ბედაობა იპოვოს ამ ადამიანმა, რომ ჯერ ამ რაღაცებს დააკვირდეს, როგორც შენ თქვი. ანუ რაღაცნაირი პანიკა თითქოს რა, ის შეგრძნება მაქვს, რომ აი პანიკური მდგომარეობა, რომ აი მე რა ხდება, ანუ ძალიან კონფლიქტურია, ძალიან დამაბნეველია და ანუ ამასთან რო დარჩეს მარტოჯერ, ნუ ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია და გადამწყვეტია, იმიტომ რომ დაინახოს რეალურად სად რა. ალბათ თუ დაწერს ამ რაღაცებს, შეიძლება ესეც დაეხმაროს. და ნუ ვიზუალიზაცია, შინაგანი პროცესების ვიზუალიზაცია, როგორ მე სადღაც გამოტანა, ან თუნდაც თუ ვინმესთან არ უნდა საუბარი, სადმე წავიდეს და მარტო საკუთარ თავს ესაუბროს ხმამაღლა, ისე რომ გამოიტანოს ეს მისი შინაგანი ხელბები გარეთ. შეიძლება ესეც დაეხმაროს. ან მიხვდეს, რომ საერთოდ აი მე ამაზე ამდენი ხანი რატომ ნერვიულობდი. ანუ შეიძლება ძალიან მარტივ რაღაცაშია გამოსავალი. ძალიან ბანალურში. ძალიან ელემენტარულში და უბრალოდ ამ ადამიანს ჭირდებოდეს, რომ ეს ან შეიძლება შინაგანი კონფლიქტის პირველი მდგომარეობა, ან მანამდე არ ქონია მსგავსი სიტუაცია და რადგან ეს უკავშირდება მესამე პიროვნებას და ურთიერთობის ინტერესს ეხება, იწვევს უფრო მეტ შფოთვას, მაგრამ არის შინაგანი კონფლიქტი, რომელიც შეიძლება სხვა სიტუაციაში სხვანაირად გამოვლენილიყო. იქნებ პირველად აქვს ამასთან შეხება, ესეც არ ვიცით. ანუ ბევრი რაღაც შეიძლება იყოს და ვფიქრობ, რომ შეიძლება მარტივი რაღაცებით შეძლოს ამ სიტუაციაში გარკვევა თვითონ. და თუ კი ამ გარკვევის დარჩენის, განმარტოების და ყველანაირი პროცესის მერე მივხვდი, რომ კიდევ მნიშვნელოვნად და მაინც რაღაცა ის შინაგანად გაწუხებს მაინც ეს საკითხი, მაშინ მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია ამაზე პარტნიორთან საუბარი. და ეს იმას არ ნიშნავს, რომ იცი რა, მე შენ ღალატობ და მე შენ მიგატოვებ და მე წავალ ამ მესამე ადამიანისთვის. ანუ ეს ამას არ ნიშნავს. ჩემთვის მსგავს თემაზე პარტნიორთან საუბარი ნიშნავს იმას, რომ შენთვის ეს ურთიერთობა, რაშიც ხარ, ეს არის მნიშვნელოვანი და შენ რომ რაღაც გაწუხებს, შეგინდა რომ შენ ურთიერთობაშივე იპოვო ამაზე პასუხი და შენი ურთიერთობაში თუ აღმოაჩენთ რომ რაღაცეები ისე ვერ არის, მის გაჯანსაღებაზე იზრუნო. ანუ შეიძლება ეს მესამე ადამიანის ფაქტორი იყოს რაღაცნაირი
სიგნალი, რომ შიგნით უფრო მეტი რაღაც დალაგდეს, გაირკვეს, ნათელი გახდეს ორივესთვის. ანუ ეს იმას არ ნიშნავს მაინც და მაინც, რომ მე შენთან იმიტომ მოვდივარ და ამაზე იმიტომ გესაუბრები, რომ ყველაფერი სრულდება. და აქ ძალიან მნიშვნელოვანია მეორე მხრის რეაქცია რანაირი იქნება ამაზე. რამდენად უსაფრთხო სივრცე შეუქმნის, რომ ბოლომდე გაიხსნას და რადგან ეს ქმნის იმის განცდას, ამ შემთხვევაში წერილის ავტორისთვის, რომ ეს მისთვის დამაბნეველი და შემაწუხებელია, ამ, ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ პარტნიორმა ეს ისე მიიღოს, რომ ამ, თვითონ ეს ადამიანი ცდილობს, რომ ამ ურთიერთობაშივე გაარკვიოს ეს რაღაც, ან მისივე პარტნიორისგან ითხოვოს დახმარება, რომ დაეხმაროს მას ამ სიტუაციაში გასარკვევად და ვფიქრობ, ეს რაღაცები მნიშვნელოვანია, თან ძალიან ფაქიზია და არ მინდა ისეთი რაღაცები ვთქვა, რაც შეიძლება გავლენას მოახდენდეს. ან წავაქეზო ადამიანი, რომ ესაუბროს მის პარტნიორს, თუ მის პარტნიორთან მსგავსი სივრცე არასდროს არ ქონია და არ გრძნობს უსაფრთხოდ თავს და შეიძლება უარეს მდგომარეობაში ჩაიყენოს თავი, ანუ ესეც არ ვიცით. იქნებ პირიქით, მისთვის რაღაცნაირი საფრთხის შემცველია ის, რომ პარტნიორს ამ თემაზე ესაუბროს. ანუ ცოტა ისეთია რა, კი, ძალიან ფაქიზი თეაკო, თემა, ძალიან ფაქიზი თემაა გეთანხმები. და აა აი მე არ ვიცი, რადგან ჩვენ გვიგზავნის წერილს, ანუ ალბათ ჩვენი აზრი შეიძლება ჩემი აზრი აინტერესებდეს და მე ვფიქრობ, რომ მსგავს სიტუაციაში რომ აღმოუჩნდე, ჩემთვის ეს იქნებოდა გამოსავალი. იმიტომ რომ ჩემ შემთხვევაში, ჩემ ურთიერთობაში როგორც ხდება, ანუ ელემენტარულ რაღაცებთან მე მივდივარ ჩემ პარტნიორთან და ვაიმე, ანუ ბოლომდე ვიცლები, ყველანაირად ვიცლები, რამე მაწუხებს, მიხარია, არ მომწონს, ასე შემდეგ ისე. ანუ ყველანაირად მე მივდივარ მასთან, ანუ მე ჩემთვის ეს არის გამოსავალი. რაც არ უნდა რთულ თემაზე იყოს სასაუბრო, ან მასზე ვიყო გაბუტული, ანუ ასე შემდეგ. მე მივდივარ ისევ მასთან, მე არ შემიძლია ამის გარეშე. ანუ ჩემ შემთხვევაში, ჩემთვის გამოსავალი დახმარება, შვება ეს იქნებოდა. მაგრამ ჩვენ არ ვიცით მისი პარტნიორი რანაირი ფსიქოტიპია, ამიტომ არ ვიცი, ალბათ რაღაც აფერხებს, რომ მასთან ისაუბროს. მაშინ ვიღაც სხვა უახლოეს მეგობართან, ანუ ვიღაცასთან კონტაქტი, ან თუნდაც იგივე საკუთარ თავთან ამაზე ხმამაღლა საუბარი და თუნდაც იმის გმა, რომ ვაიმე, ეს ძალიან მაწუხებს, აღარ შემიძლია, უკვე ვეღარ მომკლავდები ამას. ამის გაჟღერება ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ამოსუნთქვის საშუალება შეიძლება იყოს. კი, მარტო არ უნდა ატარო ეს ტვირთი, იმიტომ რომ რადგან გვიზია ტვირთს გაცნობიერებულად ვამბობ ამ სიტყვას, იმიტომ რომ როგორც ჩანს უკვე მართლად ტვირთად გადაიქცა Mhm. ეს რაღაცა, რომ არავისთვის არ მithქვამსო, ასე იწყებ წერილს და თან საკმაოდ რთული მდგომარეობაა, რომ უკვე საკუთარ ურთიერთობასაც კი ეჭუქვეშ აყენებ, რადგან ამ კითხვებს ვამ. მაგრამ მე თან ვფიქრობ, რომ სწორი მიდგომაა, ანუ რაღაცებზე გაცნობიერებულად კითხვების დასმა შეუძლია მსმენელს, გააზრება, რომ ანუ ნეტა რამე ხომ არ მაკლია ურთიერთობაში, ამას ხომ არ ნიშნავს და ეს უკვე ანუ რაღაც დონეზე გააზრების პროცესი დაწყებულია უკვე. თუმცა ეს ტვირთი მაინც არ უნდა ატარო მარტო და კარგია რომ ჩვენ მოგწერე ეს წერილი. კარგი იქნება კიდე მეგობარს ან ვინმეს საუკეთესო მეგობარს გაესაუბრე. ან არის ბევრი საშუალება რა ვიცი, თერაპია თუ არა, კოუჩინგებია, რა ვიცი, 1000 საშუალება ნებისმიერი რაღაც შეგიძლია დაჯავშნა საკუთარი თავისთვის, თუნდაც გამოყო ეს სივრცე, დრო, ფული, ყველაფერი, რომ თუნდაც შენ თვითონ იპოვა პასუხი და თეაკო, შენ რასაც ამბობდი პარტნიორთან საუბარიო, გეთანხმები მაგაში, რომ მსგავს რაღაცაზე პირველ რიგში პარტნიორთან უნდა ისაუბრო. მეც იგივენაირად მოვიქცეოდი, რომ პირველ რიგში პარტნიორს გავესაუბრებოდი და ვეტყოდი, რაც არ უნდა რთული ყოფილიყო და რაც არ უნდა მტკივნეული ყოფილიყო ჩემთვის, მაინც გადავდგამდი ამ ნაბიჯს, იმიტომ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მინდა რომ ურთიერთობა შევინარჩუნო.
მაგრამ შენ რაც თქვი, იქნებ ამის სივრცე არ აქვს რომ გაუზიაროსო, თუ ამის სივრცე არ აქვს პარტნიორთან და თუ მართლა ამის შესაძლებლობა არ არის ურთიერთობაში რომ გამოხატოს და თუნდაც ეს უთხრას რომ იცი რა არ მინდა რომ სხვის მიმართ გქონდეს ინტერესი, საკუთარ თავს ვებრძვი, კონფლიქტი მაქვს, მიჭირს ამ ყველაფრის გაზიარება, მაგრამ რადგან ეს ურთიერთობა ჩემთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ გიზიარებ და ამაზე თუ მთელი დრამა და ტრაგიკული შედეგები მოყვა ამ ყველაფერს, ესეც უკვე პასუხია, რომ ურთიერთობაში არ გაქვს შენ თვითონ იმის სივრცე, რომ თუნდაც შენი დაურწმუნებელი, რა ქვია ამას ქართულად, დაბნეული, შენი დაბნეულობის წარმოჩენის და თუნდაც დაბნეული რომ იყო ამის საშუალება არ გაქვს ურთიერთობაში. და თითქოს ყოველთვის რაღაც სრულყოფილის როლი უნდა გქონდეს. ანუ ესეც პასუხია და ამ რაღაცითაც შეგიძლია რომ იმუშავო უკვე საკუთარ თავზე და მე ვფიქრობ ზოგადად ურთიერთობაში რაც არ უნდა კონფლიქტი იყოს, შინაგანი კონფლიქტი იქნება, ერთმანეთთან კონფლიქტი იქნება, გარეგანი კონფლიქტი იქნება თუ რაც არ იქნება, ურთიერთობას ყოველთვის აძლიერებს ის, როდესაც შენ და შენი პარტნიორი ამ პრობლემის, ამ კონფლიქტის ერთად გადაჭრის გზებს პოულობთ. სხვა შემთხვევაში ყველაფერი პასუხია იმაზე, თუ როგორი ურთიერთობა გაქვს და როგორი პარტნიორი ყავს არჩეული და შენ უკვე თავისუფლად შეგიძლია მიიღო გადაწყვეტილება, შენთვის შესაფერისია ეს ურთიერთობა თუ არა და თუნდაც პარტნიორი. იმიტომ რომ ურთიერთობის აშენება მარტივი არ არის, მაგრამ თუ ორივე მზად არის ამისათვის, მართლა აშენდება, სასახლეებს ააშენებთ. ერთი სიტყვით. თეაკო, იცი რა, გინდა კიდე რამე დაამატო ამას? არ ვიცი, ახლა არაფერი არ მახსენდება, იგივე რაღაცები მიტრიალებს და ერთი რაღაცა გამეფიქრა, რომ შეიძლება მეორე მხარეც ისეთივე დაბნეული იყოს, იცი? და მგონია რომ შეიძლება პირველადი რეაქცია იყოს, ვაჰ, როგორ შეიძლება შენ ეს იფიქრე. და ანუ ამ შემთხვევაში ნახე მეორე მხრის რამდენად იცნობ შინაგან სამყაროს, ანუ ყველაფერი ემოციურ მდგომარეობაზე არის დამოკიდებული ის, რომ ეს მისი პირველად რეაქციაზე დანებდება, თუ კიდე მისცემს სივრცეს, რომ თვითონაც ის გადახარშოს, გადამუშაოს და მერე კიდე დაუბრუნდებიან ამ თემას, ერთმანეთს დაუბრუნდებიან, იმიტომ რომ შეიძლება ჩვენ არ ვიცით, ახლა ყველა სხვადასხვანაირია და რაღაცნაირი ეს აფეთქების მომენტი ქონდეს მეორე მხარეს, როცა მსგავს რაღაცას უზიარებ, მაგრამ ამ აფეთქების მერე არის კიდევ იმის შანსი, რომ ჩვენ დავწყნარდებით, დამშვიდდებით და ისევ ვისაუბრებთ ამ თემაზე. ანუ ესეც ძალიან ბევრი რაღაცაა, ძალიან ბევრი. კი, იმიტომ რომ მეორე მხარე, ანუ პარტნიორი პირველ რიგში რასაც გაიგებს, ну შეიძლება ესეც ინტერპრეტაციაა ჩემი, ის რომ საკმარისი არ არის ურთიერთობაში და სწორედ ამიტომ წავიდა პარტნიორი, თავისი პარტნიორის ყურადღება მესამე ადამიანის მიმართ. სწორედ ამიტომ წავიდა რომ რაღაცა არ შეუძლია ურთიერთობაში გასცეს, რაღაცა არ შეუძლია რომ საყვარელ ქალს ან მამაკაცს მისცეს ის რაც სჭირდება. და ეს ტკივილია. რამხელა ტკივილია ურთიერთობაში, როდესაც ურთიერთობას აგებთ ერთმანეთთან, ერთად ცხოვრობთ, სამომავლო გეგმები გაქვთ, საერთო ბინა გვაქვსო. ანუ ესე იგი აშენებთ ამ ურთიერთობას და უცებ გესმის პარტნიორისგან, რომ რაღაც არ არის ისე როგორც შენ ფიქრობ. და ტკივილია, დიდი ტკივილია და ეს რეაქციაც ნორმალურია, ანუ რაც არ უნდა რეაქცია იყოს პირველ რიგში, ინსტინქტური რეაქცია ნორმალურია, მაგრამ ამის შემდეგ რა მოხდება, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თეაკო, ჩვენმა ერთ-ერთმა მსმენელმა სხვათა შორის ინსტაგრამზე მოგვწერა, არ ვიცი ნახე თუ არა შეტყობინება, რომ რამდენიმე გვერდი შეხვდა YouTube-ზე და ინსტაგრამზე, ეს გვერდები ანონიმურ
მსგავს რაღაცას აკეთებენ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ანუ ანონიმურ კითხვებს იღებენ მსმენელისგან და შემდეგ ანონიმურად პასუხობენ ამ კითხვებზე. და ჩვენი მსმენელი გვწერდა, რომ ჩვენ ვართ პირველი ქართულ სივრცეში და მისთვის ჩვენ ვართ ერთადერთი სხვას არავის არ აღიარებს რაღაც მსგავსი მომწერა ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვართ პირველები, რომლებიც ანონიმურ კითხვებს, რომლებმაც ანონიმური კითხვები დაიწყეს საქართველოს ქართულ სივრცეში და საქმიანობა. კი და რაღაცაინად გამიხარდა, იმიტომ რომ უკვე რაღაც ჩვენი ის გვაქვს ჩვენი საფირმო ნიშანი? ხო. მეც მიხარია და მიხარია რომ აქტუალურად რჩება ეს და სხვათა შორის არ ველოდი მსგავსი შინაარსის წერილს და ძალიან მნიშვნელოვანი და ფაქიზი თემა და კიდევ ერთი რაღაცა მინდა დამემატებინა წერილის ავტორისთვის და მე თქვა რაღაც ესეთი სანუგეშოდ რომ მსგავსი რაღაცა შეიძლება მოხდეს, ანუ თვითონ ერთადერთი არ არის მისი ურთიერთობა და თვითონ არ არის ერთადერთი, ვისაც შეიძლება ეს განცდა გაუჩნდეს და კიდე ერთი რაღაც შეიძლება აი თვითონ მის პარტნიორს რომ ეთქვა მისთვის მსგავსი რაღაც, აი თავის პარტნიორს რომ ქონდეს მსგავსი რაღაც, თვითონ რანაირი რეაგირება ექნებოდა, ან რა სივრცეს შეუქმნიდა, როგორ მიუდგებოდა, როგორ დაუჭერდა მხარს, არა იმაში რომ ვაიმე რაღაც ინტერესია, ოკეი, მიდი აბა. ანუ ასეთ მხარდაჭერას არ გულისხმობ, მხარდაჭერას გულისხმობ იმაში რომ მხარში ამოუდგეს და ბნეულობის გამორკვევაში დაეხმაროს და სივრცე შეუქმნას უსაფრთხოების იმის, რომ შეძლოს ამ ადამიანმა გარკვევა საკუთარ თავში ისე, რომ მის პარტნიორს მეორე მხარეს აქვს ამაზე იცის ამის შესახებ და თან უქმნის იმ უსაფრთხო სივრცეს, რომ ამ ადამიანმა შეძლოს გარკვევა საკუთარ თავში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრი რაღაც არის კიდე რა. ალბათ მე ზოგადად ჩემი ტვინი მუშაობს ცოტა ანუ მსგავს რაღაცეებზე, აი პროცესის ახლა როცა ვსაუბრობთ და კი რეფლექტირებთ, მაგრამ რომ დავასრულებთ ეპიზოდს და შეიძლება კიდე ამომიტივტივდეს ეს თემა, შეიძლება კიდე სხვა რაღაცები ვიფიქრო, ანუ ჩემი ტვინი რეფლექტირებას აკეთებს კიდე მე პროცესში. კი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საკმარისი ინფორმაცია მივაწოდეთ უკვე ჩვენს მსმენელს და ჩვენ პასუხისმგებლობა აღარ უნდა ავიღოთ უკვე და მესმის რასაც ამბობ, მეც ვაგრძელებ მე ფიქრს, მაგრამ ისევ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ეს სახლში პირად სივრცეში, ანუ სხვისი პრობლემის პირად სივრცეში გადმოტანა ვისწავლე როგორღაც, რომ აქ უნდა გავჩერდე უკვე გადავერთო უნდა ჩემს რაღაცეებზე და მე ვფიქრობ, რომ უკვე თვითონ დაიწყოს გააგრძელებს ჩვენი იმპულსები თვითონ დაიწყებს და გააგრძელებს რეფლექტირებას და თუ კი კითხვა გაუჩნდება კიდევ ან რაღაც ახალ ეტაპზე გადავა შეგიძლია ასევე მოგწერო დიდი სიამოვნებით წავიკითხავთ წერილს თუ კი დაგეხმარეთ და ჩვენთვისაც კარგი იქნება იმიტომ რომ გავიგებთ ფიდბექს მივიღებთ რაღაცნაირ შეფასებას მივიღებთ როგორ დაგეხმარა ჩვენი რჩევები იმედი მაქვს რომ დაგეხმარება და შენთვის რაც არის მნიშვნელოვანი ამ საუბრიდან მხოლოდ ის წაიღე და არა ყველაფერი იმიტომ რომ ბევრ რაღაცაზე ვისაუბრეთ. ბევრი ვისაუბრეთ კი. ხო და არ დაგავიწყდეს ჩაი. ჩაი დალიო დილით. ეს რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის არ ვიცი. მოკლედ თეაკო, ბევრი ვისაუბრეთ, ჩემთვისაც საკმაოდ ისეთი თემაა, რომ წავიკითხე ეს წერილი, მეც იგივე რეაქცია მქონდა, როგორიც შენ გქონდა. თუმცა მადლიერი ვარ რომ ადამიანები გვწერენ, კიდევ გვაქვს ერთი წერილი და ნახოთ შეგვიძლია შემდეგ სესიაზე. ან სეზონზე. შემდეგ სეზონზე შეგვიძლია წავიკითხოთ შემდეგი წერილი და ნახოთ აბა როგორ მოეწონება ჩვენს მსმენელს ჩვენი რჩევები. თან
მაინტერესებს რამდენად მხარს გვიჭერს ჩვენი მაყურებელი, ჩვენი მსმენელი. მხარს დაგვიჭერთ თუ კი გააზიარებთ ჩვენს ვიდეოს, გაუზიარებთ თქვენს საყვარელ ადამიანებს, თქვენს ნაცნობებს, მხარს დაგვიჭერთ თუ გაავრცელებთ საქართველოში, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი ადამიანი გაგვიცნობს, უფრო მეტი შანსია რომ დაუბრუნდეთ საქართველოში. წავიდა მუშაობა. თქვენზეა დამოკიდებული დაუბრუნდებით თუ არა საქართველოში. ორი უნიჭიერესი ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც საქართველოს აუცილებლად სჭირდება. ვაუ, თეაკო ფიქრობ რომ სჭირდება საქართველოს ჩვენთავი როგორ არ სჭირდება, რა თქმა უნდა სჭირდება ისეთი განათლებული. რას ლაპარაკო? ისეთ რაღაცას, ისე წარმომიდგენია ჩვენ რომ დავუბრუნდეთ განათლების სისტემაში დიდ გადატრიალებას მოვახდენთ. ორივე ერთად. ამიტომ არ ჭირდებით. არა, პოლიტიკოსები ხომ არ გვისმენენ. გვისმენს ჩვეულებრივი საზოგადოება, რომლებიც ცდილობენ ასევე რაღაცეების შეცვლას, ხო და იმისათვის, რომ დიდი გადატრიალებები მოხდეს, თუნდაც განათლების სისტემაში, სოციალური მხრით აუცილებლად დაგვეხმარეთ, რომ გაგვიცნოს ბევრმა, რათა დაუბრუნდეთ საქართველოში. თქვენზეა დამოკიდებული, ნუ ახლა ყველაფრით გაზიარებებზე, კომენტარებზე, გამოწერაზე ჩვენ ჩავალაგებთ ჩემოდანს და მოვდივართ. ჩემოდანი მზად არის, უბრალოდ ჩასალაგებელია. კი, და თქვენზეა კიდე დამოკიდებული, რამდენ ხანში ჩამოვალთ. რამდენი დრო დაგჭირდება იმისათვის, რომ გაგვიცნოს ხალხმა. მადლობა რომ გვისმენთ, მადლობა რომ ადევნებთ ჩვენს გადაცემას თვალს, მადლობა რომ გვიჭერთ მხარს და შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში. ვერაფერს ვერ დავამატებ. კარგად. კარგად. მადლობა თამრი.